კი. ჩვენ ცხოვრობთ დუშეთში 23 წელია. ჩემ მოგვიყვანა პატარები. რამდენი ხართ? 5 ვართ, ეხლა შვილი მყავს ერთი პატარა 5 წლის. სულ ფანჯრო სახლში ვცხოვრობდით, ეს ფანჯრები ცელოფნები ქონდა აკრული. მთავრობას ყოველა მთავრობას მივარდეთ განცხადებით, გვეუბნებოდნენ რომ არა გვაქვს არაფერი სახლი რომ შეგასახლოთ და არ გვაქვს არანაირი პირობები რომ დაგაკმაყოფილოთ. საერთოდ მოხვედით. ჩვენ ვართ სოფელ ვაზიანიდან, დამპალოდან. მცხეთის რაიონიდან და ბინა არ გქონდა? კი, ქონდა, მაგრამ მამა ჩემი არ გვაძლევს უფლებას რომ ვიყვეთ იქ. გაყრილები ვართ ჩვენ ოჯახი მთლიანად და წამოსულები ვართ პატარები. ჩემი ძმა იყო 2 წლისა რომ მოვიყვანეთ წლინახევრის უფრო სწორედ. ოჯახში ვინ მუშაობს? დედა ჩემი მუშაობს დასუფთავებაში და ჩემი დაც დასუფთავებაში მუშაობს. უფროსი და. რამდენია შემოსავალი ოჯახის? სულ კრედიტები გვაქვს აღებული, აქვთ ჩემებს აღებული, დედა ჩემსაც და ის გაჭირვებაში ვალებს. რისთვის იღებდით? ვალები და ბავშვიც რო ჩემი შვილი იყო თუდად და ავადმყოფობდა და ესე მოდი ჩვენც ავადმყოფობთ ოპერაციები რაღაცა როცა სანამ პოლიციებს დაგვირიგებდნენ და სოციალურ დაუცველები ბაზაში შევიდოდით მანამდე სულ ესე გაჭირვებაში მოვდივართ და 24 ლარს კი ვიღებთ ხო კი მაგრამ არ აყოფნის ის 24 ლარიც არც ის ხელფასი აღარ აყოფნის ვართ გაჭირვებულები სოციალურ დაუცველები არა გვაქვს სახკარი თავშესაფარი და შევედით ძველი მილიციის შენობაში დავიკავეთ 4 ოთახი გვიჭის და არ შეგვიძლია ქირის გადახდა და ბარგი შევიტანეთ მაგრამ უფლებას არ გვაძლევენ რომ შევიდეთ და ვიცხოვროთ იქ და იქნებ თხოვთ რომ მოგმართეთ თხოვნით რომ დაგვიკავონ ისაღოთ და ესეთი ვიხდით ფულს მაგრამ როცა არა გვაქვს შესაძლებლობა ბავშვები ორი ბავშვი მცირეწლოვანი წამოსულია მამამისი ტუბერკულოზით არის დაავადებული წამოიყვანა გოგომა ბავშვები 2 წელი იყვნენ ქირით დაგვაცლენეს ეხლა ეს ბინა ეს ოროლი ბავშვი მე წამოვიყვანე რომ არა აქვს თავშესაფარი ამ ბავშვებსა დედა თურქეთში წავიდა 2 სექტემბერს რით შეინახოს ეს ბავშვები თუ არ წავიდეს ხო სოციალურად დაუცველებია ბავშვებიც და ჩვენცა რამდენი კვადრატული მეტრი დაიკავეს რამდენი ოთახი დაიკავეს ერთი ოთახში შევედი იმიტომ რომ ბავშვებს აქონდეს თავშესაფარი ერთ ოთახში ბავშვებს პატრონობს მე ჩემთან არიან მე პატრონი მე არ სადა პენსია მაქვს პენსიონერი ვარ ხოდა ამ ბელა ამ ჩემი პენსიით 100 ლარი მაქვს პენსია როგორ გავიყვანო ბავშვები იოლად ანქირა როგორ გადავიხადო შევედი მან პოლიციის შენობაში ერთ ოთახში ჯერ ძველი პოლიციის შენობაში ჯერ დაგვაყენეს პოლიცია რომ უნდა გამოხვიდეთ არ გამოვედით ახლა ეგეთი ის მოგცეს გინდა თუ არა ან უნდა გახვიდე ისე ვისე ან კიდე კვადრატულ მეტრში უნდა გადაიხადო 46 ლარი და ის თვეში და აი ეს ოთახი რომელიც მე დავიკავე ერთი მოუწევს თვეში მაგას 1900 ლარი რითი გადავიხადო ის თანხა თამაზი გულბათიშვილი მოვიდა და ესე თქვა რომ უნდა გახვიდეთ ან კვადრატულში გადაიხადოთ 46 ლარი ეხლა იმ წუთში რომ მოვდიოდი გამგეობიდან დამირეკეს რომ გამობძანდებით ან გახვალთ ან კიდე გავორმეთ ხელშეკრულება 400,000 ლარად ყოფილა შეფასებული შენობა მთლიანად შენობა თუ მთლიანად შენობა ხო და ეხლა კვადრატული მეტრი ეგრე უწევს რა კვადრატული მეტრი და ესე იგი თვეში რა უწევთ ხო და 10 კვადრატს წელიწადში უწევს 450 ლარი და ხელშეკრულება ვისთან ფორმდება თამას გამგეობასთან ფორმდება ფიზიკურ პირთან და გამგეობა ესე იგი გამგეობის ბალანსზეა ეგ შენობა რა კი გამგეობის ბალანსია ეგ შენობა ქალაქ დუშეთში თუ ყავთ აღრიცხული უბინაოები რომელთაც არ აქვთ თავშესაფარი მე ეს უნდა ინფრასტრუქტურას ხონდეს ხალბატონობება, იმიტომ რომ და ეკონომიკის სამსახურს, იაგო წოწყოლაურს, ჩემს ამ ბინის პრობლემაზე არ არის.